კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ძალიან აქტუალურ თემებს აშუქებთ. რა თქმა უნდა, მოლოდინები პოზიტიური ნამდვილად არ არის და ამ ეტაპზე არავის არ ექნება ამასთან მიმართებით პოზიტიური მოლოდინები. მინდა რომ ჩვენი მსმენელებისთვის ავხსნა, რა განსხვავებაა ევროკავშირის ბერკეტებზე და მიღების ბერკეტებზე სანქციებსა და ვიზა ლიბერალიზაციას შორის. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება შეიძლება მოხდეს with qualified majority voting, რაც არის, ანუ კენჭისყრის ფორმა, რომელშიც უმრავლესობა უჭერს ამას მხარს, ამას არ სჭირდება ევროკავშირის ყველა წევრის თანხმობა, მაშინ, როდესაც სანქციების შემოღებას კონკრეტული პირების მიმართ ამას სჭირდება უკვე ყველას თანხმობა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ანუ ვიზა ლიბერალიზაციის შემოღება ბერკეტების მიმართულებით არის ბევრად უფრო მარტივი ევროკავშირისთვის დღეს, რადგან მას არ სჭირდება, რომ ამას დაეთანხმოს ევროკავშირის ყველა ქვეყანა. მაგრამ სანქციების შემოღებისთვის ამისათვის უნდა არსებობდეს სრული პოლიტიკური ნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. წინააღმდეგობად რჩება კვლავ ვიქტორ ორბანი. უნგრეთი, დიახ, წინააღმდეგობად რჩება ვიქტორ ორბანი. უნგრეთი ეს არ არის ახალი ამბავი, ასევე უნგრეთს შეიძლება მხარი დაუჭროს ასევე სლოვაკეთმა, მაგრამ ძირითადად აქ არის პოზიცია უკვე უნგრეთის და ესეც არ არის ახალი ამბავი. ასევე განვარტოთ მაყურებლებისთვის, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი მაგიდაზე დევს უკვე 1 წელიწადზე მეტია, ანუ საგარეო მინისტრების მინისტერიალი ამას განიხილავს უკვე 1 წელზე მეტია და ამ ზომების მიღება არ მოხდა მთლიანად ქვეყნის მიმართ, სწორედ იმიტომ, რომ არ დასჯილიყვნენ აქ მოქალაქეები. ანუ ეს ამის გადადება მოხდა მაქსიმალური დროით, ხო? ახლა განვიხილოთ ასევე რა კონტექსტი არის დღეს ბრიუსელში. ბრიუსელი ზოგადად განიხილავს თავისი ვიზა ლიბერალიზაციის წესების გადახედვას, სადაც მეტი ფოკუსი ეთმობა უკვე ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული რეფორმების და პრინციპების დაცვას. ამ შემთხვევაში უკვე ახალი წესების მიხედვით საქართველოს ვეღარ დააკმაყოფილებს ვიზა ლიბერალიზაციის ძირითად მოთხოვნებს. ამიტომ აქაც უკვე მთლიანად ქვეყანას აქვს გარღვევა. და თავისთავად ეს უკვე იმაზეც მიუთითებს, რომ ბრიუსელი ამ შემთხვევაში თავისი პოლიტიკიდან გამომდინარე არამხოლოდ საქართველოს მიმართ, ზოგადად მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიმართ ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიულ რეფორმებზე უფრო მეტ აქცენტს აკეთებს და ამიტომ შეიძლება ისედაც ქვეყანა ამას უკვე ამ პირობებს ვეღარ აკმაყოფილებს. ამიტომ ვიზა ლიბერალიზაცია, ასე ვთქვათ, მისი შეწყვეტა დღის წესრიგში ეს ბერკეტულად უფრო მეტად გაზრდილია და ამის მეტი პირობა არსებობს დღეს ბრიუსელისთვის, რომ ამ ზომებს მიმართოს. თუ ჩვენ უნდა დაველოდოთ რა მოხდება პრესკონფერენციაზე და რას გვეტყვის ამაზე კაია კალასი, რომელსაც გავიგებთ ზუსტად 45 წუთში, უნდა დაველოდოთ ასევე თუ დაიდება თუ არა შედეგები და დასკვნები ამ მინისტერიალის, მანამდე რა თქმა უნდა, არ გვექნება წვდომა თუ რა გადაწყდა, მაგრამ ჩემი აზრით მე მაინც ვფიქრობ, რომ ვიზა ლიბერალიზაცია და უკვე თქვენს დაანონსეთ წერილში, რომ ეს მაქსიმალურად იქნება გადადებული სწორედ იმიტომ, რომ არ დაზარალდეს ხალხი, ამიტომ გონია, რომ ბრიუსელი კიდევ მიმართავს სხვა ზომებს, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა მთლიანად ქვეყნის მიმართ გადავადდეს და სწორედ ამაზე მიუთითებს, რომ დაიდოს მეტი პირობები, მოითხოვოს მეტი, ასე ვთქვათ, ქმედებები მთავრობის მხრიდან, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტა არ მოხდეს. კი ბატონო, თუ კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კონკრეტული პირების სანქცირების საკითხი გარკვეული მიზეზების გამო და ეს გარკვეული მიზეზი თქვენს და მეც უკვე ვახსენეთ და თუ კი აქვე განვიხილავთ საკითხს, რომ პრინციპში კალასის განცხადება ჟღერდა როგორც კიდევ ერთი შანსი ქართული ოცნებისთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც, ასევე განვიხილავთ 5 ლიდერის განცხადებას, რომელიც წარედგინა ევროკომისარს, რა ნაბიჯი რჩება ევროკავშირს, რომელიც გადაიდგმევა საქართველოსთან მიმართებაში, თუ კი ეს არ იქნება სანქციები, ტარგეტირებული სანქციები და თუ კი ეს არ იქნება ვიზა ლიბერალიზაციის გაჩერება, ფაქტია, რომ აგვისტოს ბოლომდე ეს მაინც არ მოხდება, რადგან 10 თვის წერტილად აგვისტოს ბოლოა, უბრალოდ დასასრულად არის აგვისტოს ბოლო. დიახ, ამას ოფიციალურად კიდევ ამას უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ ეს განცხადება გაკეთდა მინისტერიას დაწყებამდე, ანუ მაინც უნდა დაველოდოთ რა იქნება საბოლოო დასკვნა ამ შეხვედრის. ანუ ფაქტია, რომ ხედავთ აქ მეტი პირობების შემოღება და მეტი შანსის მიცემა, რომ მთავრობამ, ასე ვთქვათ, შეიცვალოს კურსი. ეს ძალიან კარგი მიდგომაა, ჩემი აზრით, საკმაოდ კონსტრუქციული ბრიუსელიდან. გარდა სანქციებისა და გარდა ვიზა ლიბერალიზაციის შეწყვეტისა, ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ასევე რამდენიმე მოხსენებაში მარტა კოსისა, რომელიც არის დღეს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, რომ ასევე განიხილება საქართველოს და ევროკავშირის შორის ასოცირების ხელშეკრულებისა და DCFTA-ის, ანუ ღრმა და ხელშეკრულებისა, ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, აი ამ ხელშეკრულებების შეჩერება.
აი ეს ამის კიდევ უფრო რთული პროცესია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ ეკონომიკურ ნაწილში ყველაზე დიდი დარტყმის მიყენება სწორედ ამ ნაწილს ამას შეუძლია გარდა პოლიტიკური დარტყმისა, ხომ ასეა? დიახ, ეკონომიკური მიმართულებით, რა თქმა უნდა, ეს დიდი დარტყმა იქნება საქართველოსთვის, საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება, იმიტომ რომ ეს არის მთავარი, ანუ სისტემური ურთიერთობის, ევროკავშირთან სისტემური ურთიერთობის საბაზისო ნაწილი, სწორედ არის DCFTA და სწორედ ამიტომ აქვს საქართველოს ძალიან ლიბერალური წვლილმა ევროკავშირის ბაზარზე, ანუ ევროკავშირის ბაზარზე წვლილმა დაიკარგება. როგორც კი ეს ხელშეკრულება იქნება ანულირებული, ან შეჩერებული, ან შეზღუდული. და ამასთანავე, როგორც თქვენ თქვით, ასოცირების ხელშეკრულება თავისთავად იყო სისტემური, ასე ვთქვათ, ჩარჩო პოლიტიკური დიალოგისა საქართველოს და ევროკავშირის შორის, ანუ ამის გარეშე პოლიტიკური დიალოგი აღარ იქნება ამ მხარეს შორის, იმიტომ რომ გაფართოების მიმართულებით კანდიდატის სტატუსი და ევროინტეგრაცია უკვე ისედაც დაპაუზებულია უკვე შარშანდელი წლიდან მოყოლებული, როდესაც ევროსაბჭომ ეს ოფიციალურად, ასე ვთქვათ, გააჩერა საქართველოს ევროინტეგრაცია, სწორედ იმიტომ რომ ქვეყანას ჰქონდა საშინელი რეგრესი დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით. ამიტომ აღარ დარჩება არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური დიალოგი, რაც აბსოლუტურად ნიშნავს ქვეყნის იზოლირებას და ასე ვთქვათ, ამოღებას საქართველოს ევროინტეგრაციის ამოღებას დღის წესრიგიდან ბრიუსელისთვის. ქალბატონ თინა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პირობებზე, რომელიც სავარაუდოდ შესაძლოა, როგორც თქვენ ამბობთ, უფრო ვრცელი იყოს, ვიდრე ეს 5-პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც დღეს დილას გაჟღერდა, თუნდაც 5 პუნქტი, რომელიც ჩაიწერება და მოთხოვნები ჩაიწერება, თუ კი არ იქნება შესრულებული ქართული ოცნების მხრიდან, რომელსაც აქვს ძალაუფლება ხელში ქვეყანაში, მაშინ გამოდის, რომ ევროკავშირს აღარ რჩება გამოსავალი გარდა იმისა, რომ გაწყვიტოს ვიზა ლიბერალიზაცია და მათ შორის ასოცირების შეთანხმებაც. რაც გადახედოს. ეს ესე არის, დიახ, ეს არის ის ბერკეტები, რომლებიც განიხილებოდა, რა თქმა უნდა, სანქციები შეიძლება იყოს კიდევ უფრო დიდი და კიდევ უფრო ეკონომიკური, ვნახეთ ამაზე ბევრი პოლიტიკოსის მიმართვაც, რომ თქვათ, საქართველოს ბანკები გამოეთიშონ, თქვათ, SWIFT-დან გათიშვას, ეს ყველაზე მძიმე სცენარია. ყველაზე მძიმე არ არის, ეს არის ეკონომიკურად, ამას ექნება, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წნეხი საქართველოს საბანკო სისტემაზე, იმიტომ რომ საბანკო სისტემა საქართველოსთვის ეს არის ერთ-ერთი ძირითადი სისტემა. ვნახეთ ამას საკმაოდ დიდი შედეგები ჰქონდა რუსეთზე, ხომ? ანუ ეკონომიკური ბერკეტები, რა თქმა უნდა, რჩება, მაგრამ კითხვას ვთქვამთ, რა არის დღეს მძიმე საქართველოსთვის, ხომ? თუ კი საქართველოს მომავლისთვის ევროინტეგრაცია იყო ეს, ასე ვთქვათ, განუყოფელი საქართველოს მომავლისა და ეს არის ჩვენი კონსტიტუციური სურვილი, თუ კი აი აქ ეს ჩერდება, მე მგონი ალბათ ყველაზე დიდი დანაკარგია, ხო, საქართველოსთვის სტრატეგიულად საით მიემართება ქვეყანა. დავიწყოთ აქედან და შემდეგ ალბათ მოდის უკვე ის ეკონომიკური ინსტრუმენტები, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ. ქალბატონ თინა, მეორე ნაწილი, რომელზეც ინდივიდუალური გზით, როდესაც მიდიან ხოლმე ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მე დასაწყისში ვახსენე 55 კაციანი სია, რომელზეც ისაუბრა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა დღეს დილით შეხვედრის დაწყებამდე და თქვა, რომ არსებობენ საქართველოში ადამიანები, რომლებიც არასასურველები არიან მათი ქვეყნისთვის და შესაძლებელია ესია გადაეცემა ევროკომისარს. როგორ ფიქრობთ, თუ კი არ იქნება 27 ქვეყნისვე თანხმობა და თუ კი დროში გადავადდება ისევ ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამო ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების ამოქმედება, პროცედურების ამოქმედება, არის თუ არა შესაძლებელი, რომ ეს ქვეყნები წავიდნენ ინდივიდუალური სანქციების დაწესების გზით? როგორც გამოსავალი იქნება თუ არა განხილული ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის? რა თქმა უნდა, ეს უკვე ვნახეთ, ამის პრეცედენტი ჩვენ გვაქვს, როდესაც მსგავსი ორმხრივი სანქციების დაწესება უკვე მოხდა და აქ ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან ძალიან აქტიურები და არა მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები, ეს იყო გერმანია, ეს იყო ვაიმარის სამკუთხედის სხვადასხვა ქვეყნები, ძალიან ბევრი სანქციების დაანონსება მოხდა და ეს რა თქმა უნდა გაიზრდება, იმიტომ რომ ხედავთ, რომ საქართველოში ასე ვთქვათ, რეალურად მეტი გზა არ არსებობს, ხო, წნეხის გასაზრდელად და რა თქმა უნდა, მე ნამდვილად მოლოდინი მაქვს, რომ თუ ვერ მოხერხდა ევროკავშირის დონეზე შეთანხმების, ასე ვთქვათ, პოვნა, ორმხრივად მეტ სანქციებს უნდა ველოდოთ. თავისთავად, როდესაც ასეთი მაღალი დონის პოლიტიკური ფიგურა უკვე აანონსებს, რომ სანქციების სია არის გრძელი, რა თქმა უნდა, ეს არ დარჩება მხოლოდ ფურცელზე და ამას აუცილებლად მოყვება იმპლემენტაცია. გარდა ამისა, გადავხედოთ უკანასკნელ რეზოლუციას, რომელიც, ამ თვეში მიიღო ევროპარლამენტმა, სადაც პირდაპირ განიხილება ამ სანქციების მოთხოვნა, ხო, არა მხოლოდ ევროკომისია, არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მაგრამ ამაში ძალიან არის ჩართული უკვე ევროპარლამენტი და ბოლო
ბოლო წლის განმავლობაში არაერთი რეზოლუციის მიღება მოხდა საქართველოს, ამიტომ პოლიტიკური ლობიზმი და აქტივობა ქვეყნის მიმართ, რომ წნეხი გაიზარდოს, მთავრობის მიმართ, რომ გაიზარდოს წნეხი, არის ძალიან დიდი ბრიუსელში დღეს. და აი წნეხს ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ და სანამ დაგემშვიდობებით წნეხზე, როდესაც ვლაპარაკობთ, თქვენ გულისხმობთ, რომ წნეხი ბერკეტი, რომელიც ახლა დასავლელ პარტნიორებს ქართული ოცნების წინააღმდეგ ხელში უჭირავთ, სწორედ ეს სანქციები და ეკონომიკური ბერკეტებია, რომელიც პირდაპირ მათ ჯიბეზე დაარტყამთ. თუ არის კიდევ რამე სხვა, რაც შეიძლება რომ რეაგირება მოჰყვეს ოცნებისგან. დიახ, სამწუხაროდ ეს ასე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ არის ბერკეტები, რომელიც ურტყავს მთლიანად ქვეყანას, ეს არის ორმხრივი, ანუ დახმარების შეწყვეტა საქართველოს ევროკავშირიდან საქართველოს მიმართ, რაც უკვე მოხდა, ანუ ქვეყანა უკვე ვეღარ იღებს ფინანსურ დახმარებას, ეს უკვე გაწყდა, მაგრამ ამაზე რეაქცია არ იყო სამწუხაროდ, უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ იყო. ასევე ის, რომ საქართველოსთვის ევროინტეგრაცია, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანია და კონსტიტუციაში არის ეს ჩადებული, რომ ესეც შეჩერდა, ანუ ეს არის ზომები ქვეყნის მიმართ, რომელზეც ხედავთ, რომ ამის რეაქცია არ მოყოლია მთავრობიდან, ანუ ქვეყნის ინტერესებზე, ასე ვთქვათ, წნეხს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე რეაქცია არ არის სამწუხაროდ, ამიტომ ველოდებით, რომ წნეხს ექნება მოყვება გარკვეული რეაქცია სწორედ კონკრეტულ პირებზე, კონკრეტულ წრეებზე, მთავრობის წარმომადგენლებზე. სხვანაირად უკვე ეს როგორც ფაქტი არის ასე. მადლობა, თინა ახვლედიანი იყო დღის ამბების სტუმარი ბრიუსელიდან, მას ასე ველოდებით გადაწყვეტილებას